თითქმის ერთი თვეა საქართველოში ყველაზე აქტუალურ თემად რჩება პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, მთავრობის ხედვა თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს გამოწვევა და სხვადასხვა მოსაზრებები, კერძო თუ სამოქალაქო სექტორიდან. საინტერესო ის არის, რომ თუ დაუკვირდებით, პროდუქტებზე გაზრდილი ფასები სინამდვილეში თითქმის ყველას აწუხებს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა შემოსავლის სხვაობას. მარკეტში შესვლისას თითქოს იაფი, საბაზისო საჭიროების პროდუქტის აღება და სალაროში გატარება შეიძლება მოულოდნელი 100-200 ლარით დასრულდეს. შესაძლოა მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ეს ნაკლებად პრობლემურია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისიც კი თავის თავს შეკითხვას უსვამს, რა ვიყიდი ახლა მე ისეთი რომ ამაში 100-200 ან მეტი ლარი გადავიხადე და წარმოიდგინეთ თუ საუბარი არის არა ინდივიდზე, არამედ საშუალო სტატისტიკურ ოჯახზე, რომელსაც პროდუქტებით მომარაგება თვეში რამდენჯერმე უწევს. საბოლოოდ ეს არა გამოწვევა, არამედ სერიოზული პრობლემაა. მთავრობა პერიოდულად ეხებოდა პროდუქტებზე გაძვირებულ ფასებს, მაგრამ ხშირად მცდელობად რჩებოდა და ეს უფრო ამომრჩევლის გულის მოგებაზე გათვლილი სვლა არის. 2026 წელს ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისევ გაზრდილ ფასებზე საუბრობს და ამბობს, რომ ევროპულ ბაზართან შედარებით საქართველოში მართლა სიძვირეა. მან წარადგინა, რომ ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველოში კონკრეტული პროდუქტები საფრანგეთთან შედარებით მინიმუმ 30%-ით ძვირია. ასევე მისი თქმით შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ფაქტორი, რაც ქსელის მაღალ ფასნამაც იწვევს. ესენია მაღაზიის საკომისიო, მაღაზიაში შესვლის საფასური, საოპერაციო თანხის დაგვიანება, ახალი მაღაზიის გახსნის ასახვა ფასში და შესაძლო კარტელური პრინციპით მოქმედება. 22 იანვარს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე ქსელურ მარკეტში შევიდა და კონკრეტული დოკუმენტაცია მოითხოვა. ასევე შეიქმნა სურსათის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია. ჯერჯერობით ეს იყო ყველაზე ხისტი ქმედება მთავრობის მხრიდან. სხვა მხრივ კი ახლა ხელისუფლება სხვადასხვა ასოციაციებთან კონსულტაციებს გადის. სანამ ვიდეოს გავაგრძელებ, მინდა პატარა გადახვევა გავუკეთო, წინა ვიდეოს გამოვეხმაურო, როდესაც დავაანონსე, რომ გეოპოლიტიკის კლუბი იხსნება და რამდენიმე ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას მინდა გავცე პასუხი. ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა იყო, როდის დაიწყება და რამდენი ხანი გაგრძელდება. კლუბი დაიწყება მარტში, გაგრძელდება თვე-ნახევარი, შეხვედრები გაიმართება თბილისში, კვირის დღეებში, საღამოს 8:30-დან დაახლოებით საღამოს 10 საათამდე. კონკრეტული ლოკაცია კლუბის წევრებს დაეგზავნებათ დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ვინ არიან ლექტორები? ეს საკმაოდ საინტერესო შეკითხვაა, იმიტომ რომ ნაწილობრივ პასუხობს კონფიდენციალურობის კითხვასაც. ლექტორები იქნებიან როგორც ცნობადი სახეები, ისევე პირიქით, აბსოლუტურად უცნობი ადამიანები, რომლებიც იკავებდნენ ან იკავებენ სპეციფიკურ სახელმწიფო თანამდებობებს და მათი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება საჯარო სივრცეში განხილვის საგანი არ არის. ამ ადამიანებსაც ურჩევნიათ კლუბის წევრები, რაც შეიძლება შეზღუდული რაოდენობით იყვნენ, რადგან ასე უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს. ზოგი თავის გამოცდილებიდან ისეთ ამბავს ჩაშლის, რომ სხვაგან ამას ვერ მოვისმენთ და ვერ ვისწავლით, ამის ფიზიკური საშუალება არ იქნება. რა ბენეფიტს იძლევა კლუბი? მთავარი არის, რომ პირველი, ავიმაღლოთ თეორიული ცოდნა და ამ ექსკლუზიურ გამოცდილებასთან ინფორმაციასთან გქონდეს წვდომა. მეორე, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ადამიანები თავისუფლად დააფიქსირებთ ჩვენ აზრებს მიმდინარე აქტუალურ ან ნებისმიერ ისტორიულ და ჩვენთვის საინტერესო მოვლენებზე. მე წინა ვიდეოშიც თქვი და ახლაც გავიმეორებ, სულ მინდოდა ისეთი სივრცე ყოფილიყო, სადაც არაანგაჟირებული ადამიანები მშვიდად ისაუბრებდნენ, თუნდაც იკამათებდნენ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაღაც საერთო აზრამდე მივიდნენ. ერთი ასეთ დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენც არაერთხელ გაქვთ გააზრებული. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სანაცნობოში, სამეგობროში და ასე შემდეგ ყოველთვის არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი აზრის დაფიქსირება დიდად არ უყვართ ხოლმე. შეიძლება ეს ადამიანი თქვენც იყოთ. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ აზრი არ გააჩნიათ. პირიქით, აქვთ, მაგრამ იციან, რომ თუ კი რამე სიტყვიან და ეს შეხედულება შეიძლება განსხვავებული იყოს, აუცილებლად მიიღებენ ცინიზმს, ირონიას, დაცინვას, ამუჩადაგდებას და ასე შემდეგ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიაკუთვნებენ, ან გარეძალებთან თანამშრომლობაში დაძდებენ ბრალს და ასე შემდეგ და არავის სურს ამ სიგიჟის ატანა და მოსმენა. მით უმეტეს თუ ამას გააკეთებს სოციალურ ქსელში, იქ საერთოდ აბსურდი ხდება. ჩვენ კიდევ აქეთ ვეძებთ ასეთ ადამიანებს, ვისაც ცოდნა უნდა, პრაქტიკა და რეალური кейსების გავლა და იმ სივრცის შექმნა, რომ სხვებს უსმინოს, თვითონაც თქვას და მისას პატივისცენ. როცა დასრულდება ეს თვენახევრიანი კურსი, მონაწილეებს შეუნარჩუნდებათ კლუბის წევრის სტატუსი და მათთვის სპეციალურად მომავალში დაორგანიზდება ფორუმები და სხვადასხვა საინტერესო გასვლები. შეგახსენებთ, რომ არხის სპონსორი არის კეტოგენჯის ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული პროდუქტი Brain Optimizer-ი. სხვათა შორის, ომანში მოგზაურობის დროს სერიოზულად დამეხმარა და ამის შესახებ ომანის ვიდეოში მოგიყვებით. მე გეტყვით მანამდე, რომ
ეს აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნების სისწრაფეს, ათვისების უნარს და რაც მთავარია, ფოკუსირებას. როგორც წესი, მე რეკომენდაციას უწევ იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურ რეალობაში დიდი მოცულობის ინფორმაციას ამუშავებს. შესაძლოა შეგიძლიათ მიბრძანდეთ ვაჟა-ფშაველას თორმეტში, ან გამოიწეროთ საიტიდან. ახლა კი გავაგრძელოთ ჩვენი თემა. საქართველოში პროდუქტების ფასის ზრდა 1 და 2 დღის ამბავი არ არის, არამედ ეს არის მთელი რიგი პროცესების გამო, რომელიც 30-35 წლის წინ დაიწყო. მაღაზიებში პროდუქტის ფასის ზრდას სხვა მიზეზებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი განაპირობებს. კი, შეიძლება ქსელურ მარკეტებს ამაში დიდი წვლილი აქვთ, მაგრამ არსებობს ასევე სხვა გარემოებებიც. ჩვენ თუ არ შევეცდებით სურათის მთლიანობაში დანახვას, ვერასდროს განსაზღვრავთ, რა ზრდის ფას, უბრალოდ რა მოქმედებს ფასის ზრდაზე და რეალურად რა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. თუ არ მოგვარდება ფუნდამენტური საკითხები, რაზეც მე დღეს საუბარს ვაპირებ, კი, შეიძლება მოკლე ვადაში ფასებმა დაიწიოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ისევ გაძვირდება. ამიტომ მოდით ერთად გავარჩიოთ, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში, მე მას აუცილებლად წავიკითხავ. მოდით ჯერ დავიწყოთ იქიდან, რა კომპონენტები იღებენ მონაწილეობას ფასის ზრდაზე, ანუ ვის აქვს გავლენა ამ ყველაფერზე. ეს სია შეიძლება საკმაოდ ვრცელი იყოს, მაგრამ მოდით ჩვენ ავიღოთ ყველაზე მთავარი ფაქტორები. ესენი არის იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანიები, ქსელური მარკეტები, მთავრობა, ტრანსპორტირება, ადგილობრივი წარმოება, ადგილობრივი პირველადი წარმოება, ბანკები, თავად საზოგადოება და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომღაც ცოტა ადამიანი საუბრობს, თან ეს ეხება არა მხოლოდ უშუალოდ საქართველოს, არამედ ზოგად მდგომარეობას. ეს მიზეზები არის პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი. სანამ ჩვენ ქსელურ მარკეტებამდე მივალთ, ხომ არსებობს რაღაც ბაზა, ფუნდამენტი, რაშიც სერიოზულად მოვიკოჭლებთ, სასწრაფოდ მისახედი არის, გასავითარებელი არის და მთავრობას ზუსტად აქ შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა, უფრო მეტი დრო და ფინანსები დაუთმოს. ასეთი არის ადგილობრივი პირველადი წარმოება. ეს რას ნიშნავს? პირობითად ძროხისთვის საკვები თუ ძვირი გიჯდება, ან ტექნოლოგია თუ არ გივარგა, ფასი იზრდება ძროხისგან წარმოებულ პროდუქტებზე, ხორცზე და რძეზე. ეს უკვე იწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის ზრდას. მაგალითად, გერმანიაში, რასაც ფერმერი ან თუნდაც მწარმოებელი ძროხას აჭმევს, იქვე წარმოებულია, კარგი სუბსიდიებიც აქვს და შესაბამისად, ცხოველის საკვების ბაზა იაფი უჯდება, ვიდრე ჩვენ მწარმოებელს. შესაბამისად, იქ რძე და ხორცი უფრო იაფია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში სერიოზული კვების ტექნოლოგიები, ცოდნა და გამოცდილება იყო. მაგრამ 90-იანებში, როდესაც ეს ფერმები, ქარხნები, გადამამუშავებლები და ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა კონკრეტული ადამიანების ხელში, შემდეგ მათ ეს მალევე გაყიდეს და მთელი ეს რესურსი უბრალოდ გაიფლანგა. ხოლო ის მაღალი დონის სპეციალისტები იმ პერიოდში, როცა ქვეყანა გადარჩენა არ გადარჩენის წინაშე იდგა, ნაკლებად აინტერესებდათ. ამიტომ მთელი ეს ცოდნა მიმოიფანტა და საბოლოოდ მინიმუმამდე დავიდა. ახალ ფორმირებულ სახელმწიფოში კი, როცა გადარჩენის პრობლემა ასეა თუ ისეა მოგვარდა, უკვე კერძო სექტორიც გაჩნდა. ხარისხზე მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან იზრდება, საჭიროა პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილება, ნელ-ნელა ჩნდება ცოდნაც და გამოცდილებაც. თუმცა შეიძლება ამ პროცესის დაჩქარება და აქ სახელმწიფოს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. ახლა გეტყვით ყველაზე მარტივ მაგალითს, ეს არის ისრაელი. სინამდვილეში ისრაელს ჩვენზე უარესი მდგომარეობა აქვს, იმიტომ რომ ნაყოფიერი მიწები კიდევ უფრო ცოტა აქვთ და ხშირ შემთხვევაში უწევთ პირველადი წარმოების იმპორტი. მაგრამ მათ აქცენტი გააკეთეს ტექნოლოგიებზე, რამაც საბოლოოდ გაამართლა. ლოგიკა იყო მარტივი და მკაფიო, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ახლა ჩვენ ნაყოფიერ მიწებს ვერ დავიმატებთ. სამაგიეროდ შეგვიძლია ტექნოლოგიების მიმართულებით წავიდეთ წინ. რესურსები ჩავდოთ, გადამზადება გავატაროთ ჩვენ კადრებს და ამით დავწინაურდეთ. ამ მიდგომამ გაამართლა. ისრაელში დღეს ძროხა შეიძლება იწოლებოდეს 45 ლიტრს დღეში. პიკის პერიოდში გაცილებით მეც. როცა საქართველოში მაქსიმუმი არის 5-4 ლიტრი, ხოლო ინდუსტრიული ფერმის ძროხის მაქსიმუმი 20-25. მეცაც გეტყვით, მაღალ ტექნოლოგიური სადგურების ხარჯზე ჩვენზე მეტ სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწარმოებენ. არა მხოლოდ საკუთარ მოსახლეობას ამარაგებენ, არამედ ექსპორტზეც გააქვთ. საინტერესოა ხო, ქვეყანას, რომელსაც ერთი შეხედვით არაფერი გააჩნია, ყველაფერი აქვს. ასევე ნახეთ, ტექნოლოგიების და ცოდნის ნაკლებობა სად გვიშლის ხელს. არსებობს პროდუქტები, რომელიც ჩვენთან ფიზიკურად ვერ იწარმოება. ყავა, კაკაო, ბანანი და ასე შემდეგ. არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სამყაროს მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებში მოდის და ყველა სხვა დანარჩენი იმპორტს ვუკეთებთ. შეიძლება ჩვენ რა ფასშიც ვიყიდით ნედლეულს, პლუს-მინუს იგივე ფასში იყიდოს პირობითად ნიდერლანდებმა, მაგრამ გადამამუშავებელი ტექნოლოგიების უპირატესობის ხარჯზე
ფასი აბსოლუტურად სხვადასხვა იქნება. ეს კომპონენტი რომ შევაჯამოთ და შემდეგზე გადავიდეთ, უნდა ითქვას, რომ ახლა გვაქვს ასეთი სიტუაცია. წარმოებელს პირობითად ძროხის საკვები ძვირი უჯდება, ძროხის თუ ღორის კვება ხდება არასწორი ტექნოლოგიით, შესაბამისად ძროხამ წარმოებელს აძლევს ცოტა რძეს, ღორი ცოტა ხორცს. ახლა გადავიდეთ შემდეგ კომპონენტზე, ქსელებზე. ჩემთაობას ნაწილობრივ ემახსოვრება, რა სიტუაცია იყო დიდი ქსელური მარკეტების გამოჩენამდე, პატარებს უფრო ნაკლებად. ეს იყო სრული ქაოსი. უამრავი უბნის მაღაზია, განსხვავებული ფასები, პრობლემები დისტრიბუციაში, მოუწესრიგებელი ბუღალტერია და ასე შემდეგ. ამ ქაოსში რამდენიმე მაღაზიამ დაიწყო ბაზრის ფორმირება და საკუთარი წესებით თამაში. ერთ-ერთი ასეთი იყო პირველი ძლიერი ქსელი პოპული. მას ჰქონდა უზარმაზარი ფასნამატი, ფაქტობრივად მონოპოლისტი იყო და ზოგადად იმ პერიოდში არამც თუ რეგულაციების საგადასახადო სისტემაც კი ახალი მოწესრიგებული იყო. რიგი მიზეზების გამო პოპულმა დაკარგა მწარმოებლების და მიმწოდებლების მხარდაჭერა და ბოლოს ისე მოხდა, რომ გაკოტრდა. პოპულთან ერთად იყო ასევე და დღესაც არის ეს მაღაზია შემორჩენილი, ეს არის გუდვილი. იქაც საკმაოდ ძიძვირე იყო. კი, დიდი არჩევანი იყო, ბევრი პროდუქტი იყიდებოდა, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელი იყო. პოპულის გაკოტრების შემდეგ განვითარების საწყის ეტაპზე იყვნენ დღეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ქსელური მარკეტები, ნიკორა, ორინაბიჯი და ასე შემდეგ. ზუსტად ამ დროს საქართველოში შემოდის გიგანტი კარფური. ანუ კიდევ ერთხელ რომ გადავხედოთ სიტუაციას. ქსელური მარკეტები ნელ-ნელა ფეხს იკიდებენ, თუმცა მათი საერთო მოხმარების წილი ჯერ ისევ ძალიან მცირეა, დაახლოებით 15-20%, ხოლო არაქსელური უბნის მარკეტები საერთოდ ქაოსი არის, იქ ველური დასავლეთი ხდება. ზუსტად ამ რეალობაში შემოდის კარფური და თან როგორ? აბსოლუტურად განსხვავებული სისტემით. დიდი ავტორიტეტით და სახელით. ყველასთვის სიახლეა. ფასები არის დაბალი, რადგან როგორც უკვე გითხარით, კერძო მაღაზიებს უზარმაზარი ფასნამატი ჰქონდათ, კარფური კი გუდვილთან შედარებით ადამიანური ფასებით გამოირჩეოდა. ზუსტად ამ დროს კარფურმა დაიწყო აქციების და кэშბექის ბუმი. მთელი თაროები იყო აქციებით. ყველა მწარმოებლისთვის და დისტრიბუტორისთვის პრიორიტეტი იყო, რომ მათი პროდუქცია ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი პირობით მოხვედრილიყო კარფურში. ასეთმა ბუმმა ბაზარზე შექმნა პანიკა. ქსელური მაღაზიები, რომლებიც განვითარების პირველ ეტაპზე იყვნენ, აბსოლუტურად სხვა გარემოში აღმოჩნდნენ, რომელიც განადგურებას უხატდა. მოხმარებლები მასიურად კარფურში ყიდულობდნენ. გემახსოვრებათ ალბათ ის დიდი რიგები. როგორც კი კარფურმა თავდაჯერება და პრივილეგიები იგრძნო, იმ წამსვე დაიწყო მიმწოდებლების დაპრესვა. ის არამხოლოდ აქციებსა და кэშბექს თხოვდა მიმწოდებლებს, რომელიც ისედაც უკვე იმაზე დიდი იყო, ვიდრე კარფურის შესვლამდე, არამედ თაროს აქირავებდა და ამ თაროს გაქირავის ფასაც თვითონ ადგენდა. თან კარფურის საწყობიდან თაროზე პროდუქციას მიმწოდებლის თანამშრომელი აწყობს. ანუ ნახეთ, გაურკვეველ ლოგიკით გიდგენს თაროს ქირის საფასურს, მაგალითად გეუბნება, რომ თქვენ თაროს მოგაქირავებთ 3000 ლარად. თქვენ რომ პროდუქცია ჩემთან შემოიტანოთ და გაყიდოთ, თქვენივე პროდუქციაზე უნდა ფასი დამიკლოთ ჯერ 10%-ით, შემდეგ თქვენმა თანამშრომელმა უნდა განათავსოს ის თაროზე. ანუ რა გამოდის? თუ თქვენ დაუშვათ 10000 ლარის პროდუქცია გილაგიათ თაროზე, 3000 ლარს მხოლოდ ამ თაროს ქირაობაში გადამიხდით. ამ ექსტრემალურ პირობებში ქსელური მაღაზიები რომ გადარჩენილიყვნენ, დაიწყეს კარფურის მეთოდების გადმოღება. ნახეთ რას აკეთებენ. ზრდიან ფასდაკლებებს, აქციებს, აქციების სიღრმეს, ფილიალებს ხსნიან, ამ ფილიალის გახსნაში მოხმარებლებს და მიმწოდებლებს დამატებითი ფულის გადახდა უწევთ და ასე შემდეგ. ერთი მხრივ ბაზარზე გაჩნდა კონკურენცია, იმიტომ რომ მოხმარებელშიც გაჩნდა ის მოთხოვნა, რომ აქცია არსებობდეს მაღაზიაში. ამიტომ ქსელებმა დაიწყეს უფრო დიდი აქციების გაკეთება და მიმწოდებლებთან თანამშრომლობდნენ ბევრად დაბალი პროცენტით, ვიდრე ამას აკეთებდა კარფური. შესაბამისად, ეს ყველაფერი გადაიზარდა ერთ დიდ სერიოზულ ბრძოლაში. ბრძოლა მაღაზიების გახსნაში, ახალი ფილიალების დამატებაში, ბაზრის წილის ათვისებაში და ასე შემდეგ. კი, შეიძლება ეს ჩავთვალოთ დადებითად, მაგრამ ამას ჰქონდა თავის უარყოფითი მხარეც. ასეთ ინტენსიურ და მკაცრ ფასდაკლებებს შეეწირა ბევრი სადისტრიბუციო კომპანია და წარმოებაც. იმიტომ რომ ვერ გაუძლეს რადიკალურ და სწრაფ ცვლილებებს მოთხოვნილი აქციების მიმართ. დაწყებული სააქციო ეიფორია კი გადაზრდილია ანომალიაში. ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ბევრად ღრმა და ინტენსიური აქციები არის ჩვენ მაღაზიებში, რაც სხვა ზემოხსენებულ მიზეზებთან ერთად იწვევს თაროს რეგულარული ფასის ზრდას. ასეთ ინტენსიურ და მკაცრ ფასდაკლებებს შეეწირა ბევრი სადისტრიბუციო კომპანია და წარმოებაც. იმიტომ რომ ვერ გაუძლეს რადიკალურ და სწრაფ ცვლილებებს მოთხოვნილი აქციების მიმართ. ასევე დაირღვა გადახდის მანამდე ტრადიციული ფორმა და ესეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ადრე იყო
ნაღდი ან უნაღდო მოკლევადიანი გადახდა. ახლა ეს შეცვლილია და არის მინიმუმ 30-60 დღიანი კონსიგნაცია. რაც წვრილი მიმწოდებლისთვის ან წარმოებლისთვის არის სასიკვდილო განაჩენი. ამიტომ პატარა დისტრიბუტორები თუ წარმოებლები დიდმა კომპანიებმა შთანთქეს. რაც ნიშნავს 30-60 დღიანი გადახდა. მარტივი ენით რომ ავხსნათ, კონსიგნაცია არის პროდუქტის შეტანიდან გადახდის პერიოდი. კლასიკური გაგებით ორთვიანი, რეალურად 30 დღიანი კონსიგნაცია. ორი თვის თავზე გიხდის ქსელი, რაც პირველი თვის პერიოდში შეუტანე და მერე ყოველ თვე გიხდის წინათვის ნავაჭრს. ანუ ქსელი მთელი შენი პირველი თვის ნავაჭრს თვითონ იყენებს და გიბრუნებს მხოლოდ შემდეგ თვეს. არის პროდუქტები, რომელსაც ნაღდზე უხდის, ანუ როცა შედის უხდის, მაგალითად სიგარეტი. ქართული გაგებით კონსიგნაცია არის, როცა შეიტან მაღაზიაში პროდუქტს და მაღაზია გეუბნება, რასაც გავყიდი, იმას გადაგიხდის შემდეგ 30 დღეში. ყველაზე მარტივი მაგალითი არის პური, რომელსაც ვადა ან 1 დღე აქვს, ან 2 დღე. ანუ სხვა სიტყვებით, მაღაზიაში როდესაც შეგაქვს პური, ის ან იმავე დღეს იყიდება, ან მომდევნო დღეს. თუ პურის გაყიდვის თანხას მიმწოდებელს 2 თვის შემდეგ ჩაურიცხავ, მილიონს თუ ყიდის მილიონის პროდუქტს და აქვს ორთვიანი კონსიგნაცია, საშუალოდ გამოდის, რომ 1,5 მილიონი მუდმივად ქსელში უდევს და ამ ფინანსებს იყენებს ქსელი. ახლა წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი. დავუშვათ, მე და თქვენ გვაქვს რაღაც წარმოების იდეა. პირობითად ეს იყოს ლუდი. და ვიცით, რომ საქართველოში არის 3 ყველაზე დიდი კომპანია, რომელიც აწარმოებს უამრავი დასახელების ბრენდს და თან აქვს ასევე ფრენჩაიზებიც. ამ ველურ გარემოში მათ ქსელურ მარკეტებში არანორმალური მასშტაბის ფინანსები აქვთ გაჩერებული და არანორმალურ პირობებზე არიან დათანხმებულები. ქსელს აქვს დიდი კომპანიებისთვის ისედაც უარესი პირობები დაწესებული, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ახერხებენ გადახდას, რომ გაყიდვის მასშტაბიც დიდი აქვს და ძალიან მაღალ გადამხდელ უნარიანია. ჩვენი ახალი ლუდით და მცირე წარმოებით უნდა დავეჭიდოთ იგივე პირობებს, რაც აქვთ გიგანტებს. გადარჩენის რა შანსი გვაქვს? თითქმის 0. ან თავიდანვე ხვდებით ამას, ვიცით რომ შანსი არ არის, თავს ვანებებთ, იდეად რჩება, ან ვცდით, ვიწყებთ და ვკოტრდებით. კითხვა არის შემდეგი, რას უკეთებს ქსელი იმ ფულს, დაკავებულ ფულს? ახალ ფილიალებს ხსნის, ხელფასებს იხდის და ასე შემდეგ. როცა მიმწოდებელს უწევს სესხის აღება, რომ ის ნავაჭრი დააკომპენსიროს, სანამ ფული დაუბრუნდება ქსელიდან. მიმწოდებელი ვერც ნედლეული შეძენას ახერხებს, ვერც ტექნოლოგიის განახლებას. საბოლოოდ ვიღებთ იმას, რომ მიმწოდებელს საბანკო სესხი აქვს, ხოლო ზოგ ქსელს საერთოდ სესხიც კი არ აქვს აღებული. აღსანიშნავია, რომ ზოგი ქსელი უკეთესად იხდის, ზოგი უარესად. კონკრეტულ ქსელებს აქვთ 4 თვიანი გადახდაც. ჩვენ პრობლემას ახლა შევხედეთ ქსელის მხრიდან, რომლისთვის ასეთი გადახდა პრობლემა კი არა, უფრო შეღავათია. მიმწოდებლისთვის კი ბატონო პრობლემა, მაგრამ სტარტაპისთვის კატასტროფა. წარმოიდგინეთ ახლა სტარტაპისთვის 1 თვიანი დაყოვნებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როცა ქსელი გიკავებს გადახდას, მნიშვნელობა არ აქვს ვადას, თუნდაც ეს 30 დღე იყოს. ნახეთ რა ხდება. დისტრიბუტორს უწევს დაუკავოს მწარმოებელს, მწარმოებელს უწევს დაუკავოს პირველადი კომპონენტის გამყიდველს და ასე შემდეგ. ეს პროცესი რაც უფრო იწელება, მით მეტი შუამავალი ჩნდება ამ ჯაჭვში. და როცა მწარმოებელი ან დისტრიბუტორი ქსელს ეუბნება, რომ აი ცოტა ცუდი პირობები გაქვს და იქნებ გავაუმჯობესოთ, ქსელი პასუხობს, რომ თუ რამე არ მოსწონს, შეუძლია წავიდეს, ქსელი მას სხვა მიმწოდებლით ან დისტრიბუტორით ჩაანაცვლებს. გამოდის, რომ საბოლოოდ ქსელი იხსნება მიმწოდებლის და მოხმარებლის ხარჯზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ქსელებს ესეც კი არანორმალურ ზრდაში გადაეზარდათ. ძალიან ახლო მანძილზე დაიწყო ერთი და იგივე ქსელის მარკეტების გახსნა, რამაც მათთვის ხარჯის დუბლირება გამოიწვია. ჯანსაღ გარემოში მეტი მაღაზია შეიძლება ნიშნავდეს დაბალი ფასის ალტერნატივას, მაგრამ ჩვენ რეალობაში როგორ მოხდა? ეს მაღაზიები ერთმანეთს ეჯიბრებიან უბრალოდ ტერიტორიის დაპყრობაში. იგივე ითქმის აფთიაქებზეც და ბანკებზეც. ერთი და იგივე პატარა მონაკვეთზე, რაც მეტი ბანკი გაიხსნება, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, უფრო მეტ უკეთეს პირობას შესთავაზებენ მოხმარებელს. არა, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ სხვას არ მისცემენ საშუალებას, რომ გაიხსნათ და ამაში შეეცილებიან ერთმანეთს. ერთი და იგივე მოკლე ქუჩაზე შეიძლება იყოს 3-4 აფთიაქი. არა და მეორე მხრივ ეს იწვევს ქირის გადასახადის გაზრდას, იქ ახალი პერსონალი ყავს, იმას უნდა გადაუხადო ხელფასები, კომუნალურები და ასე შემდეგ. დღეს მოპირდაპირე კორპუსებში შეიძლება ერთი და იგივე მარკეტი იყოს გახსნილი, მხოლოდ იმიტომ, რომ კონკურენტმა არ გახსნას. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი. თქვენ თუ გახსოვთ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რაღაც პერიოდში ლარი ძალიან გაუფასურდა, ამან თავის გავლენა, უარყოფით გავლენა იქონია პროდუქტების ფასებზე, რომელიც სწრაფად გაძვირდა. მაშინ სოფლიოშიც არეულობა იყო სოფლიო ბირჟებზე და ასე შემდეგ. მაგრამ მერე როცა დასტაბილურდა და ლარიც გამყარდა, თითქმის იგივე ნიშნულს დაუბრუნდა, მაგრამ ფასები არ გაიაფთა.
უნდა აღინიშნოს, რომ აქციები, რომელიც ისედაც ქართული საომხმარებლო კულტურის დამახასიათებელი ნაწილი გახდა, კიდევ უფრო გაფართოვდა, გაღრმავდა და ასე შემდეგ და ზოგადადაც თუ დაუკვირდებით, თაროს ფასი საქართველოს შეიძლება ევროპულზე ძვირი იყოს, მაგრამ აქ აქციები ყოველთვის უფრო ღრმა და ინტენსიურია. შედეგად დაწესდა ასეთი ქცევა. ადამიანი ჯერ ათვალიერებს ან არკვევს, სად არის მისთვის სასურველ პროდუქტზე ფასდაკლება, ადარებს გვერდიგვერდ მყოფი მაღაზიის ფასებს და ისე ყიდულობს. ფასზე ასევე მოქმედებს დისტრიბუტორების ნაწილიც. რეალურად საქართველოში ზოგიერთ დისტრიბუტორს თვითონ შემოაქვს პროდუქცია და თვითონვე ყიდის. მაგალითად ალკოჰოლი. ვისაც შემოაქვს, მას აქვს ყველაზე დიდი მაღაზიები. ამით ბაზრის დანარჩენ წევრებს ფაქტობრივად უშანსოდ ტოვებს. კი, შეიძლება კონკურენცია არის, მაგრამ ძალიან მინიმალური და უმნიშვნელო. კითხვა, სად არის ამ დროს მთავრობა, რიტორიკულად რჩება. ზოგადად, რატომ მიდის ადგილობრივი მწარმოებელი დისტრიბუტორთან? პირველი ის, რომ არ აქვს რესურსი მაღაზიებს დამოუკიდებლად მოელაპარაკოს და ასეთ შემთხვევაში ბევრად უარეს პირობებს მიიღებს უშუალოდ მაღაზიისგან. და მეორე, არ უღირს თვითონ ჩაერთოს დისტრიბუციაში, საწყობი გააკეთოს, მანქანები შეიძინოს და ასე შემდეგ. რადგან ქსელი ძალიან ცუდ პირობებს თავაზობს, შესვლაში ფული უნდა გადაიხადოს, კონსიგნაციები დაუკავოს, ამიტომ ეძებს დიდ სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც დიდი პორტფელი აქვს და შანსი აქვს ოდნავ უკეთეს პირობებზე მოკვარდეს ქსელთან. საბოლოოდ საქართველოში ნახეთ როგორ რეალობას ვაწყდებით. ის დიდი კომპანიები, რომლებიც ამ ველურ პირობებში გადარჩნენ, თითქმის ყველა სფეროში იწყებენ მოღვაწეობას. მაგალითად, ბანკები შეიძლება იყვნენ სამშენებლო სექტორში, ტოტალიზატორები, უძრავქონებაში, აფთიაქები, დაზღვევაში, კლინიკებში და ასე შემდეგ. ქართული ბიზნესის ფუძეში არიან ერთი და იგივე კომპანიები. ირაკლი კობახიძემ თავის ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ ზოგ მწარმოებელს იმდენად არ უღირს აქაური ბაზარი და ამ წესით ვაჭრობა, რომ საერთოდ ექსპორტზე გააქვს თავისი პროდუქცია და კი, ეს მართალია. ხშირ შემთხვევაში მწარმოებლები ეძებენ ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობას. მაგალითად, სადმე ევროპაში შეიძლება ქართული ხარისხის მაღალ ღვინოს წააწყდეთ 5, 6, 7 ევროთ. ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის კონჩო და კომპანი, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი წარმოება მაღალი ხარისხის ღვინო, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არ ოპერირებს. ის ბევრად დაბალ ფასში ყიდის ბევრად მაღალი ხარისხის ღვინოს, ვიდრე საქართველოში შეიძლება ჩვეულებრივ მარკეტში წააწყდეთ ცუდი ხარისხის ღვინოს ბევრად მაღალ ფასში. ანუ მისი თვალიდანაც რომ შევხედოთ, ადამიანს და გუნდს ზოგადად იმდენად არ უნდა აქაურ ბაზარზე გავიდეს და ის ნეგატივი მიიღოს, რაც ხდება, რომ ურჩევნიათ დაბალ ფასად გაყიდოს ევროპაში. ადგილობრივი მეწარმე იძულებულია გააკეთოს არანორმალური ფასდაკლებები, მისცეს ღვინო დისტრიბუტორს, დაუკავდეს ფული ქსელში თვეობით და ასე შემდეგ. შედეგად ასეთი ფაქტი არის, რომ მაღალი ხარისხის ქართული ღვინო ევროპულ ბაზარზე უფრო იაფიღებს, ვიდრე ადგილობრივზე. იგივე ითქმის მანდარინზეც. აქაური მაღალი ხარისხის მანდარინი გადის ექსპორტზე თურქეთში და თურქეთიდან აქ შემოდის დაბალი ხარისხის მანდარინი. ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა არის იმპორტი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო თავის 4 მილიონი მოსახლეობით ბევრი მწარმოებლისთვის არ არის მიმზიდველი ბაზარი. შესაბამისად, ერთი და იგივე პროდუქცია შეიძლება ჩვენ ბაზრისთვის უფრო ძვირად გაყიდოს მწარმოებელმა ან მიმწოდებელმა, ვიდრე მაგალითად თურქეთის ან გერმანიის ბაზრისთვის. ლარის კურსიც მოქმედებს ამ ყველაფერზე. ახლა შეიძლება მეტნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ზოგადად იმპორტიორისთვის რისკის გადაზღვევა არის საჭირო, რაც რა თქმა უნდა პროდუქტის ფასზე აისახება. რამდენი კომპონენტი ჩამოთვალეთ, რაც საბოლოოდ ფასზე მოქმედებს და ეს ყველაფერი საბოლოოდ მაინც მომხმარებელს აწვება. რისი გაკეთება შეუძლია მთავრობას? ფაქტი არის ერთი. ახლა ჩვენ გვაქვს საქართველოში წლობით, ათწლეულობით დაგროვებული მანკიერი მერკანტილური პრაქტიკა და ფასზე რა კომპონენტები, რა ჯაჭვებიც მოქმედებენ, ყველა არასწორად არის შერწყმული. კი ბატონო, მთავრობას შეუძლია ამოქმედოს სუსტი და ძალოვანი სტრუქტურის ფინანსური სამსახურები, მაგრამ ფასზე მოქმედი ყველა მონაწილე თუ არ ჩაერთვება და ობიექტურად არ გამოიჩენენ პრობლემის მოგვარების ნებას და არ შეიმუშავებენ გეგმას, რთული იქნება ერთი ხელის მოსმით სიტუაციის გამოსწორება ან საერთოდ ნორმალიზება. უნდა არსებობდეს რაღაც ეტაპობრივი თანმიმდევრული გეგმა მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, მიმწოდებლებს, ტექნოლოგიებს და მთავრობას შორის, რითაც მერე იხელმძღვანელებენ. ჩემი აზრით, ამ პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მოგვარების გზა არის მთავრობის და კერძო სექტორის თანამშრომლობა. თუ მთავრობა გაჯიუტდება და უხეშ ძალას გამოიყენებს და არც ისწავა არანაირი კომპრომისი, ამან შეიძლება უარესი შედეგები გამოიწვიოს. მაგალითად, ერთ-ერთს ასახელებენ არ გაძვირების პოლიტიკას, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პროდუქტი აღარ უნდა გაძვირდეს X თანხაზე მეტად. ამ დროს წარმოიდგინეთ ასეთი რაღაც.
დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთიც და უკრაინაც არიან მზესუმძირის მწარმოებელი გიგანტები და მთელ მსოფლიოში ზეთის ფასი გაძვირდა მინიმუმ 50%-ით. როცა საქართველოში მთავრობას ნათქვამი აქვს, რომ X თანხაზე მეტად ჩვენთან აღარ გაიყიდება ეს. და ახლა მიმწოდებელი ფიქრობს, რომ რატომ შევიტანო საქართველოში ძველ ფასად, როცა მთელ მსოფლიოში ფასი არის გავარდნილი, მე რავალდებული ვარ, რომ წაგებაზე ვიმუშაო. შესაბამისად შეიქმნება დეფიციტი ჩვენთანაც. ამიტომ სახელმწიფოს რეგულაციაც უხეში კი არა, მოქნილი უნდა იყოს კერძოსთან კოორდინაციით. ბუნებრივად მოგვარების შანსიც, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ახლა რა რეალობაც გვაქვს, ეგეც ბუნებრივად მოხდა. საქართველოსნაირ საზოგადოებაში არ მუშაობს მიუშვით და რაც იქნება, იქნება. ეს ხომ ფაქტია. აქ მენტალიტეტი სხვანაირია. ქსელებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ქსელებს რომ თავი დავანებოთ, ფარმაცევტული კომპანიები ზუსტად ასე არიან. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არიან იმპორტიორებიც, მწარმოებლებიც, კლინიკებიც აქვთ, სადაზღვევოებიც აქვთ, წამლებზე ფასი მაინც ძალიან ძვირია. იმიტომ რომ ფესვები იმდენად აქვთ უკვე გამჯდარი, რომ მათთან ასე დაპირისპირება რთულია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ბანკებზეც. 30 წლიანი მანკიერი პრაქტიკის გამოსწორება ბუნებრივი მოწესრიგებით არ გამოვიდა. მონოპოლიების ხარჯზე ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელები, ფასები, მარჟები დღემდე შენარჩუნებულია. ამის გამოსწორებას კერძო სექტორი თვითონ არ გადაწყვეტს. არ დადგება ეგ დღე, რომ ხვალ ბანკებმა გაიღვიძონ და თქვან, რომ საპროცენტო განაკვეთი რამხელა არის ჩვენთან და მოდი დავუწიოთ. ხომ არ გვეყო შემთხვევით. იყო მაღალი და მოდი ახლა დავუკლოთ. კი, გასაგებია, რომ საქართველოში ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე შეიძლება საპროცენტო განაკვეთი ვერ იყოს ისეთ დაბალი, როგორც ევროპაშია, მაგრამ ვინმეს ეჭვიეპარება, რომ აქ სუბიექტური მიზეზებიც არის გარეული. იგივე ითქმის სარესტორნო ბიზნესიც. ევროპის ფასებთან შედარებითაც კი საქართველოში უფრო ძვირი ჯდება კვება რესტორანში. არც მხოლოდ დღეგეს მოხსნა გამოსავალი, იმიტომ რომ თუ ტექნოლოგია იგივე დარჩება, თუ კვალიფიკაცია იგივე დარჩება და შესაბამისად ფასზეც მეტნაკლებად ან საერთოდ არ აისახება, გამოდის რომ სახელმწიფო კარგავს დღეგეს 18%-ს, ანუ ორთქლდება ის ფინანსები. მთავრობის მხრიდან ხელოვნური ჩარევა რაღაც დონეზე კი შეიძლება, მაგრამ ეს უნდა იყოს მთავრობა ამ სიტუაციაში უნდა იყოს არბიტრის სახით და არა დამსჯელის ჯალათის და ასე შემდეგ. მთავრობამ უნდა აიძულოს, რომ ყველა ეს მხარეები დასვას მაგიდასთან, დიალოგი შედგეს მათ შორის და რაღაც ოპტიმალურ დასკვნამდე მივიდნენ. და ასევე მეგობრებო, ფასების დაწევაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალა არის საზოგადოება. მაგრამ ჩვენც არ ვართ კოორდინირებულები. რის თქმა მინდა იცით? დარწმუნებული ვარ, თქვენც ბევრჯერ გინახავთ ასეთი პოსტი, როცა მაგალითად ადამიანი წავიდა ევროპაში, სამოგზაუროდ ან იქ ცხოვრობს, რა მნიშვნელობა აქვს და იქაურ მარკეტში შედის, სურათს უღერავს პროდუქტებს და შემდეგ წერს, რომ ნახეთ, ევროპაში ასე იაფი ღირს და საქართველოში ზუსტად იგივე პროდუქტში ვიხდით 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ ძვირს. რა ხდებოდა შემდეგ? შეესწევდნენ კომენტარებში ძირითადად მთავრობის მხარდამჭერები და უწერდნენ, რომ აი კი მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ხელფასი ბევრად მეტი არის ვიდრე ქართული, ამ გარემოების გათვალისწინების შემდეგაც კი საქართველოში პროდუქტი მაინც უფრო ძვირი ღირს, მოაკეთებთ ასეთ შედარებებს, ლანძღავდნენ, ნაგინებდნენ და ასე შემდეგ. დღეს როცა მთავრობამ შეცვალა პოლიტიკა და მიდგომა და თვითონ ცდილობს აღმოჩნდეს მაღალი ფასების პროტესტის ავანგარდში, ამ ხალხმა ერთი ხელის მოსმით შეიცვალა რიტორიკა და ვინც ადრე ილანძღებოდა, პირველი ვინც ილანძღებოდა კომენტარებში, ნუ წერთ ასეთ რაღაცებს და თქვენ მტრები ხართ, დღეს თვითონ ამბობს, რომ იცი, მართლა რა ძვირი ყოფილა საქართველოში ცხოვრება. იმის თქმა მინდა, რომ არის ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ობიექტური არის და ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება არ უნდა ქონდეს, ფაქტი და მოცემულობა არის. ის რომ ევროპაში პირობითად იაფი არის პროდუქტი ვიდრე საქართველოში, ეს არის მათემატიკა და ეს არის რიცხვები. უფრო მეტ ადამიანს რომ ადრე ამოიღო ხმა ამის შესახებ, მათ შორის თუნდაც მთავრობის მხარდამჭერებს, მთავრობისთვის ეს იქნებოდა ერთგვარი წნეხი, რომ უფრო მალე მიიღო კონკრეტული ზომები. ასეთი გამოვიდა დღევანდელი ეპიზოდი. მართლა გვიანი არის, ახლა გაჩვენებთ რომელი საათი არის, ნახეთ, თითქმის 3 ხდება. დავასრულოთ ეპიზოდი. ჩემი აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში ფასები შემცირდება, მაგრამ აი გრძელვადიან პერსპექტივაში რა და როგორ იქნება, მართლა ვერ გეტყვით. დროებით.